გამარჯობა, მე მარიამი ვარ. გამარჯობა, მე ანასტასია. და ჩვენ ორივენი მეცნიერებათა სკოლაში ვსწავლობთ. მაგრამ დღეს ჩვენ რაზე უნდა ვისაუბროთ? დღეს ჩვენ ვისაუბრებთ წიგნების შესახებ. წიგნები ყოველდღიურად საჭიროა. მაგალითად, ყოველდღე 1-2 გვერდს რომ წავიკითხავთ, აზრი უნდა გამოვიტანოთ. სკოლაში კითხვა და სწავლა საკმარისი არ არის, სახლშიც ბევრი უნდა ვიკითხოთ. ბევრად ჭკვიანები და განათლებულები ვიქნებით. მე მაგალითად პატარა პრინცს ვკითხულობ და ძალიან მოვწონს და გირჩევ წაიკითხოთ. თუ გვინდა რომ ჭკვიანი ადამიანები გავიზარდოთ, მაშინ უნდა ვიკითხოთ ბევრი წიგნი. ანასტასია, რატომ აირჩიე პატარა პრინცი? რა მოგეწონა? იმიტომ რომ საინტერესო ამბავს ეხება. თვითმფრინავი რო ჩამოვარდა, პატარა პრინცმა გადაარჩინა ხალხი. შენ რომელ წიგნს კითხულობ? მე ვკითხულობ პეპი გძელ წინდას. პეპიში რა მოგეწონა? ძალიან ცელქი გოგონაა პეპი. მას მშობლები გარდაეცვალა და ძალიან შემეცოდა. მისი ერთი სიცილქე ის არის, რომ სახლი სულ არეული აქვს და ცომს ჭერზე ზელს. ბავშვებთან ერთად ვიდიოდა და სახლში დაპატიჟე, მაგრამ ცომი ისე იყო არეული და არეული, სუძირს მოაყავა ყველაფერი და ისე გააკეთა. ანასტასია, შენ მოიქცეოდი ეგრე? არა, შენ როგორ გირჩევნია? ტელეფონში წაკითხვა თუ წიგნში წაკითხვა? მე წიგნში წაკითხვა მირჩევნია. მეც. უბრალოდ წიგნში უფრო საინტერესო წერია, ვიდრე ტელეფონში. ანასტასია, ზოგს გონია რომ წიგნი არ არის საინტერესო და ტელეფონში ყოფნა ურჩევნია და მთელ დღეს ტელეფონში ატარებენ. არადა წიგნი უფრო საინტერესოა. მე მაგალითად არ ვატარებ, სულ ცოტა ხანი მიჭირავს ტელეფონი და მე წიგნს ვკითხულობ ხოლმე. ან დავალებებს წერ. წიგნში გმირები თავისი ისტორიებს გვიყვებიან და ძალიან საინტერესოა მათი ისტორიები. კი, ბევრი გმირი მისაბაძია. მე ჩემ მეგობრებს ვინც გვიყურებს ვეტყოდი, რატომ არის საჭირო წიგნების წაკითხვა. ავითარებს მრტყველების უნარს და სიტყვათა მარაგს. მოსაზრებას ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს. ეს ხომ ჯორდანო ბრუნოს სიტყვებია. რამდენი საინტერესო გამონათქვამი აქვთ ცნობილ ადამიანებს წიგნების შესახებ. მოდი ჩვენს მაყურებლებს გავაცნობთ რამდენიმე ასეთი გამონათქვამი. წიგნის მეგობარია, რომელიც არასდროს გვიღალატებს. ებრაული სიბრძნე. წიგნი ერთადერთი უკვდავებაა. სკოტი. წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო. ნილ გეიმანი. ვისაც უწიგნოთ სურს, ისწავლოს რამე. ის საცერში აგროვებს წყალსა. გერმანული ანტასა. და ბოლოს, წიგნები. საუკეთესო მეგობრები არიან. ცხოვრების ყოველ განსაცდელში შეგიძლიათ მას მიმართოთ. წიგნები არასდროს გვიღალატებენ. ასე რომ გირჩევთ წაიკითხოთ წიგნები, რადგან უფრო მეტი მეგობრები გვეყოლება. ეს იყო გადაცემა ტელესკოპი, მე მარი ვარ. მე ანასტასია. გვიყურებთ ყოველ კვირას ნეო TV-ს საღამოს 7 საათზე. ნახვამდის!